არსებობენ ისეთი პოეტები, რომლებიც დღემდე ინახავენ ქართულ სიტყვას, ქართულ ძარღვიან ლექსებს. ასეთი პოეტები ბევრია, თუმცა ტარიელ ხარხელაური ჩვენი ეპოქის მესაიდუმლეა. ხევსური პოეტი ვაჟესავით სუფთაა, ვაჟესავით ალალი და ამ სისუფთავეს, ამ სულიერ სიწმინდეებს პოეტმა თავად აზიარა ზუგდიდელი საზოგადოება. ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში პოეტის პირველი პოეზიის საღამო გაიმართა. გაიმართა ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო სახელწოდების შენ ჩემო დიდო ტკივილო, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ ბატონი ტარიელის მეგობრები, ცნობილი ქართველები, ყველასათვის საყვარელი ადამიანები, გუჯა ბურდული, გელა დაიაური, ერეკლე საღლიანი, ნორვეგიული ოჯახი, რომელიც ბღერის ქართულად და მრავალი სხვა, რომელიც ჩამოვიდა საგანგებო დღევანდელი დღისთვის სამეგრელოში და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ტარიელ ხარხელაურის ლექსებს თან ახლავს მომავლის რწმენა, ხვალინდელი დღის იმედი. პოეტის ლექსებს თივის, ყვავილის, მიწის, ქალის სურნელიც ასდის. ბორგავენ ნისლიდან ჩდებიან, ადიან ცადიკრიფებიან. სამხატვრო გალერეაში გამართულ პოეზიის საღამოს პოეტის მეგობრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის მსახიობი გუჯა ბურდული, რომელმაც ის ფილმი გაიხსენა, სადაც მეგრელი გმირი განასახიერა. ეცელ თუ გახსოვთ კარგად, მე მეგრელი ვიყავი. აშერდიარავით ამაში მიზანში. მე მგონი არ შემირცხვენი ხართ. ხო და დიდი სიყვარულით მიყვარხართ. იხარეთ, იბედნიერეთ, იდღეგრძელეთ. თქვენ მოფერებას ეხლა უგრძნობთ მთელ დარბაზში. ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამოზე პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერებიც აჟღერდა. დღეს მე ზუგდიდში ვიყოფები პირველად და ვარ ამ საოცარ გარემოში. მადლობა ყველა ზუგდიდელს, რომ ეს იდეა დაიბადა საერთოდ და ბატონ ტარიელს მასპინძლობთ. მეგრული სითბო და სიყვარული პოეტისთვის მასპინძლებმა არ დაიშურეს და მის გამოხატვას ლექსებითა და სიმღერებით ცდილობდნენ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის 50-მდე აღსაზრდელი, ცენტრალური ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და ცოტნე დადიანის დარბაზის წევრები თანაბრად იყვნენ ჩართული ამ ლამაზი დღის ორგანიზებაში და საბოლოოდ პოეტის სამეგრელოში სტუმრობა საკმაოდ დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავიც აღმოჩნდა. ძალიან დიდი სურვილი მქონდა და არც ვიცოდი თუ როდესმე მომიწევდა ზუგდიდში ჩამოსვლიდან. ჩემს საქართველოსთან შეხვედრა, იმიტომ რომ ახლა ხო ყველგან მღერია. ყველგან ტკივილს, მაგრამ სამეგრელომ სხვანაირად იმღერეს ეს ტკივილი ამალაკი, სხვანაირად დაამღერა. აი ჩემი სურვილი იყო ეს ტკივილი მე ლექსში გადამეტანა და ძალიან დიდი მადლობა სამეგრელოს, რომ ამისი მაგალითი მომწია. ცოტნე დადიანის დარბაზის დამფუძნებელმა კონსტანტინე კაკაომ და ცენტრალური ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ღონისძიების დასასრულს სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს. ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო სრული ანშლაგით დასრულდა.